როგორ შევარჩიოთ კარის და პლინტუსის ფერი. თუ გვინდა რომ ინტერიერი გამოვიდეს უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი, ამ შემთხვევაში პლინტუსის და კარის ფერი უნდა შევარჩიოთ კედლის ფერთან ახლოს. ხშირად არის ხოლმე რომ პლინტუსის და კარის ფერს სხვადასხვა ფერში აკეთებენ, თუმცა არ ვემხრობი არანაირად მსგავს მიდგომას და ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი ვარიანტია, როდესაც კარის ჩარჩოს აგზელებს პლინტუსი და ქმნის ერთიან ეფექტს. ძალიან პოპულარულია ხოლმე კარის ფერი, რომელიც ახლოს არის იატაკის ფერთან და ამ შემთხვევაში პლინტუსიც შეხამებული არის ხოლმე იატაკთან. თუ პლინტუსი და კარი არის კედლის ფერი ან კედლის ფერთან მიახლოებული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მინიმალისტურ ინტერიერთან, სადაც ნაკლებად ჩანს ხოლმე კონტრასტები და მაქსიმალურად ვცდილობთ განსხვავებული დეტალები დავუმალოთ. რაც შეეხება კონტრასტულ ფერს კარის და პლინტუსის, ეს არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი. კონტრასტულ ფერში იგულისხმება მაგალითად ღია ფერის კედლებზე მუქი ფერის კარი და პლინტუსი, ან პირიქით მუქი ფერის კედლებზე ღია ფერის კარი და პლინტუსი. თეთრი პლინტუსი და თეთრი კარი არის კლასიკური ვარიანტი და თითქმის ყველა ფერზე ძალიან კომფორტულად გადის. თუ ყოფმანობთ თეთრი ფერი არის იდეალური ვარიანტი, ხდება ნებისმიერ ფერს, ნებისმიერ იატაკს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ გვინდა ჰარმონია, ყველაფერი უნდა იყოს ერთ ფერში. თუ გვინდა აქცენტირებული იყოს ინტერიერი, უნდა გავაკეთოთ კონტრასტული კედლის, პლინტუსის და კარის ფერი. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი გემოვნებით, კარის და პლინტუსის ფერი უკეთესია თუ დაემთხოვა ერთმანეთს. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა, თუ რამე კითხვა გექნებათ, დამიწერეთ კომენტარებში, შევეცდები გაგცეთ პასუხები. დროებით.